არის თუ არა სწორი ადამიანმა თავისი იმედები და თავისი რწმენა დაამყაროს, დადგას იმ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ზომის შენობებზე, რომელ შენობებსაც ადამიანები საქართველოში ბევრი ადამიანი ეძახის სალოცავებს. ხშირად ეს სუფრებზეც გაჟღერდება ხოლმე, სალოცავების დიდება იყოსო, დიდება მათ, წყალობა ჩვენო, შეგვეციონო ყველა წმინდა სალოცავიო, არის ასეთი გამონათქვამები საქართველოში. ახლა მოდით ვნახოთ თვითონ უფალი ღმერთი რას გვეუბნება ამ სხვადასხვა ტიპის შენობებზე, სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ზომის და ზოგადად სხვადასხვა ხელთქმნილ ტაძრებზე, ესე იგი იმ ტაძრებზე, რომლებიც ადამიანებმა ააშენეს თავიანთი ხელით. იწონებს თუ არა ღმერთი, უფალი, იწონებს თუ არა ამ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ტაძრებს, რომლებსაც ადამიანები ეძახიან სალოცავებს. ძალიან ხშირად საქართველოში სუფრებზე, სხვადასხვა სუფრებზე ადამიანები, რომლებიც იკრიბებიან, ისინი სვავენ ხოლმე უფლის სადიდებელს, დიდება უფალსო. და ზუსტად მე მინდა თქვენ, ვისაც ჯერ არ მოგისმენიათ, ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, ზუსტად აი ამ უფლის აზრი წაგაკითხოთ, მოგასმენინოთ, რა აზრის არის თვითონ უფალი ღმერთი აი ამ ხელთქმნილი ტაძრების მიმართ ადამიანების დამოკიდებულებაზე. დავიწყებ იქიდან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ტაძარი, რაც კი დღესაც კი ცნობილი არის, ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს, თუმცა ის ტაძარი დღეს განადგურებულია, აღარ არის, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იერუსალემის ტაძრიდან დავიწყებ საუბარს. ეს ტაძარი დღეს განადგურებულია და ეს ის ტაძარი იყო, რომელშიც უფალი იესო შევიდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა და უფალი იერუსალემის ტაძარს უწოდებდა თავისი მამის სახლს. აი ეს იერუსალემის ტაძარი დღეს ასე თუ ისე ბევრმა ადამიანმა ინფორმაციის დონეზე მაინც რაღაც გაუგია მასზე და მინიმუმ ის მაინც იცის, რომ აი უფალმა ტაძრიდან ვაჭრები გამოყარაო. დავიწყებ იერუსალემის ტაძრის განხილვით. იერუსალემის ტაძრის ამბავი, როგორ აშენდა იგი, რა აზრის იყო ღმერთი მასზე, მას რა ისტორია აქვს ამავე დროს აშენების შემდგომი რა ისტორია აქვს, ეს ყველაფერი დაწერილი არის უფლის წმინდა წერილში, ბიბლიაში და თუ კი ადამიანს სურს გაიგოს ღმერთი რას გვასწავლის ტაძარზეც და სხვა რაღაცებზეც, ამიტომ ადამიანმა თვითონ უნდა ისწავლოს ღმერთის ბიბლია, ღმერთის წმინდა წერილი და აი იქიდან უნდა გაიგოს რა არის ღმერთისთვის მოსაწონი და რა არის ღმერთისთვის არ მოსაწონი, რა არის ღმერთისგან დადგენილი და რა არ არის ღმერთისგან დადგენილი. რას მოგვიწოდებს ღმერთი და რას არ მოგვიწოდებს. რა არის ღმერთისთვის მოსაწონი და რა არ არის მოსაწონი. როგორი რელიგია დაადგინა ღმერთმა და როგორი რელიგია არ დაუდგენია, როგორი რელიგია მოსწონს ღმერთს და როგორი რელიგია არ მოსწონს ღმერთს. აი ამ ყოველივეზე ინფორმაციები, სწორი ინფორმაციები ჩაწერილი არის ღვთის ბიბლიაში. დავიწყებ ახლა იქიდან, რომ იერუსალემის ტაძარს აქვს მეთქი თავისი ამბავი, თავისი ისტორია. იერუსალემის ტაძარი პირველად აშენდა მეფე სოლომონის დროს. მეფე სოლომონმა აშენა იერუსალემის ტაძარი და მისი აშენების ამბავი ჩაწერილი არის ბიბლიაში. მოდით ახლა თქვენ თვითონვე თქვენთან ერთად, მეც და თქვენ თვითონაც აი აგერ ერთად წავიკითხოთ აი ამ აშენების ამბავი. როგორ აშენდა იერუსალემის ტაძარი, ვისი დიზაინით აშენდა და ვინ ააშენა კონკრეტულად, აი ესეც უნდა გავიგოთ.
იმისათვის რომ მასზე გქონდეს დასაწყისშივე სწორი წარმოდგენა. ეს არის ბიბლიის აპლიკაცია და აი აქედან წავიკითხავ დასაწყისიდანვე აი ეს იერუსალემის ტაძრის გეგმა ვისგან იყო მოწვდილი. ეს არის ბიბლიაში შემავალი ერთ-ერთი წერილი, რომლის დასახელება არის პირველი ნეშტთა. შეგიძლიათ ბიბლიის არჩევში მონახოთ ეს პირველი ნეშტთა და 22 თავის მე-19 მუხლიდან წავიკითხოთ. აქ დაწერილია ის, რომ დავით წინასწარმეტყველმა, დავით მეფსალმუნემ, რომელმაც ასევე ფსალმუნთა ნაწილი დაწერა, დავით მეფსალმუნემ, დავით წინასწარმეტყველმა, ისრაელის მეფემ, თავის შვილს, სოლომონს, რომელიც ისტორიაში ცნობილი არის სოლომონ ბრძენის სახელითაც, რომელსაც ღმერთმა უბოძა სიბრძნე, ღმერთმა მისცა სიბრძნე, იმიტომ რომ სოლომონმა ღმერთს სიბრძნე სთხოვა და ღმერთმა მისცა მას სიბრძნე იმისათვის, რომ ისრაელი ემართა. და დავით წინასწარმეტყველს სურდა, რომ ღმერთისთვის აეგო ტაძარი და უფლის ღმერთის აღთქმის კიდობანი აი იმ ტაძარში დაედგა. მაგრამ უფალმა მას ნება არ დართვა ამისა და მის შვილს სოლომონს ააშენებინა მისი ტაძარი. და ამ შემთხვევაში დავითმა სოლომონს გადასცა ტაძრის გეგმა და ეუბნება მას ასეთ რამეს, რომ ეს ყველაფერიო უფლის ხელით არის ჩაწერილიო, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანიო. უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს, მტკიცეთ დეგ და გამხნევდი, ნუ შიშობ და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს. აჰა მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად, მხარში გიდგანან ყველა საქმეში, ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი, მთავრები და მთელი ხალხი კი შენს ყველა ბრძანებებს ემორჩილებიან. გასაგებია აქ რაც არის მოცემული, რომ ეს იერუსალემის ტაძრის გეგმა, მისი დიზაინი, ექსტერიერი, ინტერიერი როგორი უნდა ყოფილიყო, ესე იგი შიდა მხარეს, გარე მხრიდან როგორი უნდა ყოფილიყო, გეგმის ყოველი წვრილმანი თვითონ უფლის მიერ იყო ნაკარნახევი და აქ დავითს ან სოლომონს თავისი კორექტივები, თავისი შესწორებები არ შეუტანიათ და ადამიანის ფანტაზიით არ იყო აგებული ის ტაძარი. ამავე დროს იმ ტაძარში, როცა აშენდა სხვადასხვა მოქმედებების შესრულება, სამსახური, ესე იგი, დაევალათ აარონიან მღვდლებს, რომლებიც იყვნენ ძველი აღთქმის მღვდლები, ხოლო ახალ აღთქმაში უფალმა გააუქმა სამღვდელო სამსახური, სარიტუალო მღვდლობა გააუქმა და ახალ აღთქმაში უფალს სარიტუალო მღვდლები აღარ დაუდგენია. მოდით ახლა ვნახოთ, როდესაც უკვე სოლომონმა ააშენა უფლის სახლი იერუსალემში, რა მოხდა ამის შემდეგ, როდესაც უკვე აშენდა, აი ეს ამბავიც დაწერილი არის ბიბლიაში და მოდით ახლა ერთად წავიკითხოთ, რა მოხდა, როცა უკვე აშენდა ღვთის სახლი ქალაქ იერუსალემში, რა მოხდა ამის შემდეგ, უფალმა მოიწონა თუ არ მოიწონა მისი აშენება. მოდით ვნახოთ. ეს არის მეფეების მესამე წიგნი, რომელიც ასევე ბიბლიის შემადგენლობაშია და არის ღვთის წმინდა წერილი ასევე. მესამე მეფეთას მერვე თავის მე-6 მუხლიდან წავიკითხავ. აქ უკვე საუბარი არის იმაზე, რომ იერუსალემის ტაძრის აშენება დასრულებულია და რა ხდება ამის შემდეგ. დაასვენეს მღვდლებმა, აქ საუბარი არის აარონიან მღვდლებზე, არ გეგონოთ, რომ აქ საუბარია საპატრიარქოს მღვდლებზე, არ გეგონოთ ეს
ეს არის ძველი ამბავი, ადრე მომხდარი ამბავია და ამას თავისი ამბავი და თავისი ისტორია აქვს, თავისი ისტორია აქვს, რომელიც ბიბლიაში არის დაწერილი და თუ გინდათ გაიგოთ ეს მოხდლები, რომლებიც აქ არიან მოხსენიებულნი, ვინ იყვნენ, ამისათვის ბიბლია უნდა წაიკითხოთ. ბიბლიაში მოსეს რჯული უნდა წაიკითხოთ, რომელიც დაწერილი არის ბიბლიის 4 წერილში, ესენი არის ბიბლიის რიგით მეორე წერილი გამოსვლა, მესამე ეს არის ესე იგი სულ ბიბლიის 4 წიგნში კი არის, მაგრამ გირჩობს რომ ბიბლიის პირველი 5-ვე წიგნი, 5-ვე წერილი წაიკითხოთ. ესენი არის დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვი და მეორე რჯული. და აქედან დაბადების გამოკლებით 4-ში არის დაწერილი მოსეს რჯული და მოსეს რჯულში იქ დაწერილია ღმერთმა როგორ დაადგინა ის აარონიანი მღვდლები და როგორ გააკეთებინა აღთქმის კიდობანი, როგორ როგორი წესები დაადგინა იმ დროს ღმერთმა, რომლებიც შემდგომ უკვე ახალ აღთქმაში გააუქმა სხვადასხვა რიტუალები და მათ შორის ის აარონიანი მღვდლობაც გააუქმა უფალმა იესომ. გავაგრძელებ ახლა ეს მცირე, ასე ვთქვათ, განმარტების სახით ვთქვი მათთვის, ვინც ჯერ უცოდინარია და ჯერ სუსტია ღვთის სწავლებაში და ჯერ მან ბევრი არაფერი იცის და ბევრი რამ არ იცის და ამიტომაც აუცილებელია შიგადაშიგ განმარტებებიც. გავაგრძელებ ესე იგი აქ უკვე მესამე მეფეთას მერვე თავის მე-6 მუხლიდან წავიკითხოთ. დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის განკუთვნილ ადგილზე, თვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმინდათა წმინდაში, ქერუბიმთა ფრთებ ქვეშ. რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბიმები კიდობას და კეტებს. კეტები იმ სიგრძის იყო, რომ მხოლოდ მათი თავები ჩანდა წმინდათა წმინდიდან, დაბირის წინ და არ ჩანდა გარეთ. დღემდე იქ არის ისინი. ესე იგი, ეს იმ დროს დაიწერა, როცა ჯერ კიდევ ის ტაძარი იდგა იქ და აღთქმის კიდობანიც იქ იდგა. არაფერი იყო კიდობანში გარდა ფიქალებისა, მოსემ რო ჩააწყო იქ ხორებში ყოფნისას, როცა უფალმა კავშირი შეკრა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ. როცა გამოვიდნენ მღვდლები წმინდათა წმინ, დააკვირდით ახლა ამას, ეს არის ძალიან ისეთი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ეს. ეს არის ფაქტი იმისა, რომ ღმერთმა მოიწონა ის ტაძარი და ამისათვის რომ ვიცოდეთ ის მოწონებული იყო თუ არა ღვთისაგან იერუსალემის ტაძარი, მაშინ აუცილებლად ეს ადგილიც უნდა დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ და არ გამოგრჩეს, არ გადავახტეთ, ან უცბად გადაკითხვით არ გადავიკითხოთ. დააკვირდით ამას, ეს არის მეფეების მესამე წიგნის მერვე თავის მე-10 მუხლი. უყურეთ, როდესაც მღვდლებმა ეს აღთქმის კიდობანი დაასვენეს ტაძარში, შემდეგ როცა გამოვიდნენ მღვდლები წმინდათა წმინდიდან, ტაძრის მეორე ნაწილიდან, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლი. დააკვირდით, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლიო. ესე იგი, ეს აღთქმის კიდობანი როცა იქ დაასვენეს და გამოვიდნენ, ღრუბელმა აავსო ღვთის სახლიო, ვეღარ დადგნენ სამსახურისათვის იქ მღვდლები ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებას დაეფარა სახლი. მაშინ თქვა სოლომონმა, ბნელში დავანება ინება უფალმა, სახლი აგიშენე სავანედ შენ და სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად. პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის კრებული. ფეხს ეიდგა მთელი ისრაელის კრებული. თქვა,
კურთხეული იყოს უფალი ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს და თავისი ხელით შეასრულა, რასაც ამბობდა. იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი ისრაელი, ისრაელის არც ერთ შტოში ამერჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი. ავირჩიე დავითი, რომ მას ემეფა ჩემს ერზე ისრაელზე. გულში ჰქონდა მამაჩემს დავითს სახლის აშენება უფლის ისრაელის ღმერთის სახელზე. უთხრა უფალმა მამაჩემს დავითს. გულში რომ ჰქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში ჰქონდა ეს საქმე. ოღონდ შენ არა აშენებ სახლს, არამედ შენი შვილი. შენი საზარდულიდან გამოსული აშენებს სახლს ჩემს სახელზე. დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა და აჰა, მე დავდექი მამაჩემის დავითის ადგილზე. ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს და უფლის ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი. მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩემს მამა-პაპასთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა. დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის კრებულისკენ პირშექცევით და ცისკენ აღაპყრო ხელები. თქვა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლაცაში და არც დაბლა მიწაზე. შენ ინახავ აღთქმასა და სიყვარულს შენს მორჩილთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე. შენ შეუნახე სიტყვა შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს. და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენს ბაგეებს ჰქონდა ნაბრძანები. ახლაც შეუნახე უფალო ღმერთო ისრაელისა, შენს მორჩილს, მამაჩემს, დავითს შენი ნათქვამი სიტყვა, რომ უთხარი. არ დაგელევაო, მემკვიდრე ჩემს წინაშე ისრაელის ტახტზე მჯდომარე. ოღონდ შეინახონ შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარ ჩემს წინაშე. ახლაც მტკიცე იყოს უფალო ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა შენს მორჩილს მამაჩემს დავითს რომ უბრძანე. ნუ თუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი, აჰა, ვერ იტევენ მას ცანი და ცანით სათანი, როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? მოხედე შენი მორჩილის ლოცვა ვედრებას, უფალო ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მორჩილი. თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით. ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, არ იქნებაო ჩემი სახელი, აქ იქნებაო, ბოდიში. თვალი გეჭიროს ამ სახლზე ღამით და დღით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახელი, რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მორჩილი. ისმინე შენი მორჩილის და შენი ერის ისრაელის ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას. ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა ისმინე და შეგვიწყალე. ჩვენ ახლა წავიკითხეთ ბიბლიაში ის ადგილი, სადაც დაწერილია, რომ როდესაც იერუსალიმის ტაძარი აშენდა, ღრუბელმა აავსო მთელი სახლი. როდესაც აარონიანმა მღვდლებმა ტაძარში დაასვენეს უფლის აღთქმის კიდობანი, ამის შემდეგ ღრუბელმა აავსო ტაძარი, სახლი, ღვთის სახლი და ეს იყო ნიშანი ზუსტად იმისა, რომ ღმერთმა მოიწონა იმ ტაძრის აშენება, ეს ერთი. და ღმერთის თანდასწრების მაჩვენებელი იყო ეს. და შევადაროთ დღევანდელ საქართველოში ტაძრებს რო აშენებენ მღვდლები ან რომელიმე ადამიანი თვითნებურად ღმერთს რომ აღუთქვამს ტაძარს აგიშენებო, ისე რომ ამ ადამიანმა ღვთის სწავლება არ იცის, მერე აშენებს ამ ტაძარს საკუთარი ფინანსებით ან სხვისი დახმარებით, თქვათ, ან რომელიღაცა სოფელი, ქალაქი ან უბანი აშენებს ტაძარს. დააგვირით თქვენ იმას, რომ ადამიანების მიერ აშენებულ ტაძრებში, რაც საქართველოში აშენებულა, ღრუბელს არ აუსია ტაძრები და იქ ღმერთს თავისი თანდასწრება ასე არ გამოულენია. ესეც მკაფიო მაგალითია იმისა, რომ
ღმერთის მითითებით და ღმერთის ნებართვით არ არის საქართველოში აშენებული დიდი თუ მცირე ტაძრები აშენებული. ხოლო აი აგერ ჩვენ ღმერთისავე წერილში წავიკითხეთ, რომ ღმერთმა თვით დავითსაც კი არ დართო ნება იმისა, რომ ტაძარი აეშენებინა. ღმერთმა მხოლოდ სოლომონს დართო ნება იმისა, რომ ტაძარი აეშენებინა. მას დართო ნება და მხოლოდ იერუსალემში, სხვა ადგილას არავის ჰქონდა უფლება სხვა ადგილას ტაძარი აეშენებინა. და ის იერუსალემის ტაძარი იყო სამლოცველო ადგილი. და დღეს ნებისმიერ ადამიანს რომ მოეპრიანება და ღმერთო ტაძარი უნდა აგიშენებო, რომ აღუთქვამს და მერე რომ აშენებს, ღმერთს არ ეკითხება ეს ადამიანი უნდა თუ არა ღმერთს სურს თუ არა ტაძრის აშენება. დღეს ადამიანები ღმერთისგან ნებართვას არ იღებენ და როგორც მოეპრიანებათ ისე აშენებენ ამ ტაძრებს და წმინდა ღმერთს არ ეკითხებიან ღმერთს სურს თუ არა ტაძრის აშენება. და აი ასე თვითნებურად, თვითრჯულიერად როგორც მოეპრიანებათ და აი ამით ბოლოდად სარგებლობს საპატრიარქოს ორგანიზაციაც და იმრავლებს აი ამ ტაძრებს ხალხისვე საბოროტოდ, თავისი და ხალხის საბოროტოდ აშენებენ ამ ტაძრებს, ისე რომ ღმერთს არც ეკითხებიან, აქვთ თუ არა ამათ უფლება ამისა. მოდით ახლა გავაგრძელებ ბიბლიაში თხრობას იმის შესახებ, შემდგომ ამისა იერუსალემის ტაძარზე რა აზრის იყო ღმერთი. შემდგომ უკვე როცა ისრაელიანებმა ღმერთს შესწოდეს და უკვე ამ იერუსალემის ტაძარს იმაზე მეტ დატვირთვას აძლევდნენ თავიანთ აზროვნებაში, ვიდრე იერუსალემის ტაძარს ჰქონდა და უკვე იერუსალემის ტაძარი ასე ვთქვათ გააკერპეს სავით, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო. ესე იგი ღმერთს აღარ უჯერებდნენ სამაგიეროდ იერუსალემის ტაძარი რო იქ იყო, დიდად ტრაბახობდნენ აი ამით. მოდით ახლა ბიბლიაში აი ამ ადგილსაც წავიკითხავ. ტაძარი აშენდა ესე იგი და ამის შემდეგ გავიდა რაღაც დრო და რა ხდება ისრაელში. ჯერ წავიკითხავ ერთ ამბავს, რომელიც ასევე ბიბლიაში არის დაწერილი. იგივე მეფე სოლომონს ეხება ეს ამბავიც, როდესაც მეფე სოლომონმა ის ტაძარი ააშენა, ამის შემდეგ გავიდა რაღაც დრო და მეფე სოლომონმა ღვთის მცნებებს გადაუხვია. ღმერთის გზას გადაუხვია და წავიკითხოთ ეს მისი ამბავი დაწერილი არის მეფეების მესამე წიგნის მე-11 თავში და ესეც ღმერთმა იმიტომ დაგვიწერა, რომ ჩვენ ჭკუა ვისწავლოთ აი ამით და რომელიმე ადამიანი არ გავაკერბოთ, თუნდაც ის ადამიანი, რომელიც წარსულში ღვთისმოსავი იყო, ღმერთის დადგენილი იყო, მაგრამ შემდგომ მან თავადვე გადაუხვია ღვთის გზას. და აგერ მეფე სოლომონმა, რომელსაც ღმერთმა დააწერინა ბიბლიაში შესული 3 წერილი, მათ შორის არის ეკლესიასტე, იგავნის სოლომონისა და ქებათა ქება სოლომონისა. თავად ამ კაცმა ღვთის გზას გადაუხვია და ღმერთმა ეს ამბავი ბიბლიაში დაგვიწერა იმისათვის, რომ ვიცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ სოლომონი ღვთის კაცი იყო, ღმერთს ტაძარიც გაუგო იერუსალემში, მის მიერ აშენებულ ტაძარში ღმერთმა ღრუბლის სახით დაივანა, ასე ვთქვათ, და ღმერთმა მას ბიბლიაში შესული 3 წერილიც კი დააწერინა, მიუხედავად ამისა, სოლომონმა ისეთი რაღაცები გააკეთა, რაც ღმერთისგან მოწონებული არ იყო და სოლომონს არ უნდა გაჰყოლოდნენ მოსახლეობა. სოლომონს არ უნდა გაჰყოლოდნენ რიგითი ადამიანები, ის მოსახლეობა, რომელიც სოლომონს მიიჩნევდა უფლის კაცად. ესეც არის ძალიან მკაფიო მაგალითი, ჭკუის სასწავლებელი მაგალითი დღევანდელი ადამიანებისთვისაც. წავიკითხოთ. მეფე სოლომონს უყვარდა ბევრი უცხოელი ქალი,
ფარაონის ასული, მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები. იმ მოდგმის ხალხთა ქალები, რომელთა გამო ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის. ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენო თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისკენ. ანუ იმ სხვადასხვა ხალხებს ყავდათ თავთავიანთი ცრუ ღვთაებები. ხოლო ისრაელის ღმერთი იყო მხოლოდ ერთადერთი ნამდვილი ღმერთი, ცოცხალი ღმერთი. მათ მიეწება სოლომონის სიყვარულით. ღმერთის ეს მცნება სოლომონმა არ დაიცვა და უცხოელ ქალებს მიეწება სიყვარულით. ყავდა 700 ცოლი დედოფლად და 300 ხარჭად. წარმოიდგინეთ, 700 დედოფლად და 300 ხარჭად. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა ისედაც და ნახეთ რა წერია. და მიდრიკეს მისი გული ცოლებმა, სიბერის ხანს მიდრიკეს სოლომონის გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისკენ. ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც დავითის მამამისის გული. დადიოდა სოლომონი ციდონელთა ღმერთის, აშთორეთის და ყამონელთა სიბილწის, მილქომის კვალზე. უკეთურებას ჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი. მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქამოშს მოაბის სიბილწეს, მთაზე იერუსალიმის პირდაპირ და მოლოქს ყამონიანთა სიბილწეს. ასევე მოიქცა თავის ყველა უცხოელ ცოლის გულისთვის, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს წირავდნენ თავის ღმერთებს. განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას. და უბრძანა არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს, მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება. უთხრა უფალმა სოლომონს, იმის გამო რომ ასე იქცევი, არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც დამიწესებია შენთვის, გამოგგლეჩ სამეფოს და მივცემ შენს მორჩილს. ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას მამა შენის დავითის გულისთვის. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან, მაგრამ მთელ სამეფოს არ გამოვგლეჯ. ერთ შტოს შენს შვილს დავუტოვებ დავითის ჩემი მორჩილის გულისთვის და იერუსალიმის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე. გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს, ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა შთამომავალი. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა ღმერთს სახლი აუგო იერუსალიმში, ისრაელში და ღმერთმაც მოიწონა მისი აშენებული, მიუხედავად ამისა, შემდგომ ღმერთს განუდგა სოლომონი და იგივე ამ სოლომონმა უცხო ღმერთებს, უცხო ცრუ ღმერთებს აუგო სამსხვერპლოები, ისინიც არქიტექტურული ნაგებობები იყო. ესე იგი, იგივე სოლომონმა ჯერ უფალს აუგო სახლი, რომელიც სახლის აშენებაც უფალმა მოიწონა. მასში დაივანა ღრუბლის სახით და შემდგომ ამისა სოლომონი ღმერთს განუდგა და იგივე სოლომონმა სხვა არქიტექტურული ნაგებობებიც ააშენა ცრუ ღვთაებების სახელზე, რაც უკვე ღმერთმა აღარ მოიწონა. ამით ჩვენ ღმერთი ჭკუას გვასწავლის, რომ შესაძლებელი არის ერთი და იგივე ადამიანმა ღვთის საქმეც გააკეთოს და მერე ღმერთს განუდგეს და ამიტომ ჩვენ ადამიანი არ უნდა გავაკერბოთ, რომ სოლომონმა აუგო სახლი უფალს და როგორ შეიძლებოდა სოლომონი ღმერთს განდგომოდა, ამიტომაც სოლომონმა რაც ეხლა გააკეთა ეს უცხო ღმერთებს რომ სამსხვერპლოები აუგო, ესე იგი ესეც სწორია და მოდით ჩვენც მივიდეთ ამ უცხო ღმერთების სამსხვერპლოებზე, ჩვენც ვაკმიოთო. ხო შეიძლება ვინმეს, რომელიმე ისრაელის რიგით მოსახლეს ასე ეთქვა. ხო შეიძლებოდა. და ამიტომაც ღმერთმა ყველას ჭკუის სასწავლებლად ბიბლიაში დაგვიწერა ეს, რომ
ღმერთმა არ მოიწონა სოლომონის მიერ გაკეთებული ეს საქმეები, ბოლო საქმეები, რაც მან გააკეთა ცრუ ღვთაებათა სახელზე სამსხვერპლოები, რომ ააგო და სოლომონის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და სოლომონის მიერ აშენებული არქიტექტურული ნაგებობები, სამსხვერპლოები მხოლოდ მეფე იოშიამ გაანადგურა. მრავალი წლის შემდეგ სოლომონის მიერ აშენებული ცრუ ღმერთთა სახელზე აშენებული სამსხვერპლოები მეფე იოშიამ გაანადგურა და ღმერთმა იოშიას მოუწონა ეს საქციელი. მეფე იოშიას ამბავი და მისი საქმეები რა გააკეთა მან, როგორ მოიწონა იგი უფალმა, დაწერილი არის ბიბლიაში მეფეების მეოთხე წიგნში. და აგერ 22 თავიდან წავიკითხავ. 8 წლისა იყო იოშია, აქ სავარაუდოდ 18 წელი უნდა ეწეროს, აქ შეცდომით არის ალბათ. მეფე იოშიას ამბავი დაწერილი არის ბიბლიაში, მეფეების მეოთხე წიგნში და წავიკითხავ მის ამბავსაც და მის საქმეებსაც, როგორ მოიწონა ღმერთმა მისი საქციელი, რა გააკეთა მან, როგორ დაანგრია სოლომონის მიერ აშენებული ის სამსხვერპლოები და მოდით ერთად მოთმინებით წავიკითხოთ ეს ისტორიაც მეფე იოშიაზე, რომელიც 8 წლის იყო, როცა გამეფდა და მოდით ახლა წავიკითხოთ ეს 22 თავიც და ასევე 23 თავიც. 8 წლის იყო იოშია, როცა გამეფდა და 31 წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო იედიდა, ყადაიას ასული, ბოცკათადან. სწორად იქცეოდა უფლის თვალში და ყველაფერში დავითის მამამისის გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია და არც მარცხნივ. მეფე იოშიას მე-18 წელს გაგზავნა მეფემ უფლის სახლში შაფან მწერალი, მეშულამის ძის, აცალიას ძე და დააბარა. ადი ხილკიასთან, მღვდელმთავართან და შეაგროვებინე უფლის სახლში შემოსული მთელი ვერცხლი, რომელიც ზღურბლის მცველებმა აკრიფეს ხალხისგან. ხელში ჩააბარონ სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი. ამათ კი უფლის სახლში მომუშავეებს დაურიგონ სახლის ბზარების შესაკეთებლად. ესე იგი, ამ დროს უკვე სოლომონის შემდგომ მრავალი ხანია გასული, ტაძარი დაზიანებულია და ამ დროს უფლის წერილიც კი დაკარგულია, უფლის რჯული დაკარგულია, თვითონ წერილი ღვთის სახლში ინახებოდა და ამ დროს მეფე იოშიამ არ იცოდა ღვთის მცნებები, რაც დაწერილი იყო წერილში და აი ამ რესტავრაციის, იერუსალიმის ტაძრის რესტავრაციის დროს იპოვნიან ღვთის რჯულის წიგნს და წაუკითხავენ მეფე იოშიას. მოდით აბა გავაგრძელოთ ახლა რა ხდება, რა მოხდება. ესე იგი ეს ფულიო დაურიგონო მომუშავეებსო, სახლის ბზარების შესაკეთებლადო, დურგლებს, მშენებლებს, ქვითხუროებს, იყიდონ ხე და თლილი სახლის შესაკეთებლად. ოღონდ ნუ მოეთხოვებათ ჩაბარებული ვერცხლის ანგარიში, რადგან პატიოსნად იქცევიან. უთხრა ხილკია მღვდელმთავარმა შაფან მწერალს, რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს და წაიკითხა მან. როგორც ჩანს, აი აქედან ჩანს, რომ ამ დროს ღვთის უფლის რჯულის წიგნი დაკარგული იყო. თვითონ ამ ღვთის სახლში იყო დაკარგული და იპოვნეს და მისცა ხილკიამ წიგნი შაფანს, ამ კაცს, სახელად შაფანს, რომელიც იყო მწერალი იყო და წაიკითხა მან. მივიდა შაფან მწერალი მეფესთან და მოახსენა ამბავი. უთხრა:
გადმოყარეს შენმა მორჩილებმა უფლის სახლში ნაპოვნი ვერცხლი და ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომლებიც უფლის სახლში არიან განწესებულნი. ამცნო შაფან მწერალმა მეფეს. წიგნი მომცა ხილკიამ მღვდელმა და წაუკითხა შაფანმა მეფეს. როცა მოისმინა მეფემ რჯულის წიგნის სიტყვები, შემოიხია ტანსაცმელი. უბრძანა მეფემ ხილკიამ მღვდელს, ახიკამ შაფანის ძეს, აკბორ მიქაიას ძეს, შაფან მწერალს და ყასაიას მეფის მორჩილს. წადით, დაეკითხეთ უფალს ჩემზე, ერზე და მთელს იუდაზე ამ ნაპოვნი წიგნის სიტყვების გამო. დიდია უფლის რისხვა, რომელიც აღიგრძნო ჩვენს მიმართ, რადგან არისმინეს ჩვენმა მამებმა ამ წიგნის სიტყვები და არ შეასრულეს, რაც მათთვის იყო დაწერილი. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ხექბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარ მეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალემში მეორე უბანში ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. უთხრა ქალმა, ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი, უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ასე ამბობს თქო უფალი, აჰა, უბედურებას მოვლენ ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, ახდება ამ წიგნის ყოველი სიტყვა იუდას მეფეს, რომ წაუკითხავს. რა კი დამივიწყეს და საკმეველს უკმევდნენ უცხო ღმერთებს, რომ გავეჯავრებინე თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ჩემი რისხვა მოედება ამ ადგილს და არ დაცხრება. იუდას მეფეს კი, რომელმაც უფალთან სამკითხაოდ გამოგგზავნათ, ასე უთხარით. ასე ამბობს თქო უფალი ისრაელის ღმერთი, რა კი შეისმინე ეს სიტყვები, რა კი გული აგიჩვილდა და ქედი მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც დავძახე ამ ადგილს და მის მცხოვრებლებს, გაუდაბურება და შეჩვენება რომ ელით, შემოიხიე სამოსელი და ატირდი ჩემს წინაშე, მაშინ მეც ვისმინე შენი, ბრძანებს უფალი. ამიტომაც, აჰა, წაგიყვან შენს მამა პაპასთან, მშვიდობით ჩახვალ შენს სამარხებში და არ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რაც უნდა დავატეხო ამ ადგილს. მიუტანეს მეფეს ამბავი. შემდეგი თავი 23 თავზე გადავალ. შეუთვალა მეფემ და შეკრიბა მასთან იუდას მთელი უხუცესობა და იერუსალიმი. ავიდა მეფე უფლის სახლში და ყველა იუდაელი და იერუსალიმის ყოველი მცხოვრებნი, მასთან ერთად მღვდლები და წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიან პატარიანად და ხმამაღლა წაუკითხა მათ მეფემ ყოველი სიტყვა აღთქმის წიგნისა, რომელიც უფლის სახლში იპოვნეს. შედგა მეფე ამაღლებულზე და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, ურად იღებდა მის ბრძანებებს, მის გაფრთხილებებს და მის წესებს მთელი გულითა და სულით, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მოიწონა აღთქმა მთელმა ერმა. გამოატანინა მეფემ ხილკია მღვდელმთავარს, მეორე ხარისხის მღვდლებს და ზღურბლის მცველებს უფლის ტაძრიდან ბაალისთვის, აშერასთვის და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გაკეთებული ნივთები და ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ. დააწვევინა, ესე იგი, აქასია მოცემული. ცეცხლს მისცა ამას ნიშნავს. ცეცხლს მისცა იერუსალიმს გარეთ, კედრონის ყანებში, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში და ბაალის მზისა და მთვარის ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი. გაიტანა აშერა უფლის სახლიდან,
იერუსალიმს გარეთ კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, ნაცარტუტად აქცია და მისი ფერფლი მდაბიორთა სასაფლაოზე დაყარა. დაანგრია უფლის ტაძართან მდგარი როსკიპთა სახლები, სადაც დედაკაცები კარვებს უქსოვდნენ აშერას. გამოყარა იუდას ქალაქებიდან მღვდლები და წაბილწა გორაკები, სადაც აკმევდნენ ისინი გუნდრუგს. გებაყიდან ბერშებამდე და დაანგრია კარიბჭის გორაკები, ერთი ქალაქის მთავრის იესოს კარიბჭის შესასვლელთან რომ იყო და მეორე ქალაქის კარიბჭის ხელმარცხნივ. თუმცა გორაკთა მღვდლები არ აღავლენდნენ უფლის სამსხვერპლოზე იერუსალიმში, მაგრამ ხმიადებს კი ჭამდნენ თავიანთ მოძმეებთან ერთად. აი აქ დაწერილი არის ის, რომ ისრაელში უფლის მიერ დაყენებული მღვდლებიც იყვნენ და იყვნენ ასევე სხვა მღვდლებიც, რომლებიც უფლის მიერ დაყენებულნი არ იყვნენ და ისინი იოშიამ გაყარა. აი ესეც უნდა ითქვას, იმიტომ რომ დღეს მღვდლები რო არიან საპატრიარქოს ორგანიზაციაში, ესენი უფლის მიერ დაყენებულები არ არიან. და ის ძველად აარონიანი მღვდლები უფლის მიერ იყვნენ დაყენებულნი და ვინაიდან ზოგ ადამიანს ჰქვია მღვდელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უეჭველად ღმერთის მიერ არის დაყენებული. ესე იგი, გავაგრძელებ ახლა ღვთის წერილის წაკითხვას, კიდევ რა გააკეთა მეფე იოშიამ ღმერთის მოსაწონებლად. წაბილწა თოფეთი ჰინომის ძეთაველზე რომ იყო, რათა არავის გაეტარებინა ცეცხლში მოლოქისთვის თავისი ვაჟი ან ასული. გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას მეფეებს მზისთვის ყავდათ მიძღვნილი უფლის სახლში შესასვლელის წინ, კარისკაც ნათან მელექის პალატთან, გარეუბანში რომ არის. მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა. სამსხვერპლოებიც ახაზისეულის სამყოფელის ბანზე იუდას მეფეებმა რო აღმართეს და სამსხვერპლოები, რომლებიც აღმართა მენაშემ უფლის სახლის ორთავე ეზოში, დაანგრია მეფემ, მოაშორა იქაურობას და კედრონის ხევში ჩაყარა მისი ფერფლი. წაბილწა გორაკები იერუსალიმის გასწვრივ რომ არის, წარწყმედის მთის მარჯვნივ, რომლებიც სოლომონ ისრაელის მეფემ მოუწყო აშთორეთს, ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს, მოაბის სიბილწეს და მილქომს, ამონიანთა სისაძაგლეს. დააკვირდით აი აქ, ზუსტად აი აქ დაწერილი არის, რომ მეფე იოშიამ სოლომონის მიერ აშენებული ეს არქიტექტურული ნაგებობები, სამსხვერპლოები, იგივე გორაკები, მაღლობები, გორაკები, მაღალი, ასე ვთქვათ, არქიტექტურული შენობები იყო ეს სამსხვერპლოები და ამიტომ გორაკებადაც არის მოხსენებული ბიბლიაში და ზუსტად მეფე იოშიამ სოლომონის მიერ აგებული ეს გორაკები წაბილწა, ესე იგი, ისინი ხელყო, ასე ვთქვათ. დაამტრია სვეტები და გაჩეხა მუხნარი, ადამიანის ძვლებით აავსო ის ადგილი. ბეთელის სამსხვერპლოც და ისრაელის შემაცდენელის იერობოამ ნაბატის ძის გამართული გორაკი, ეს სამსხვერპლოც და გორაკიც დაანგრია. გადაწვა გორაკი და გააცამტვერა და ეს გადაწვა გორაკი და გააცამტვერა, გადაწვა აშერაც. გაიხედა იოშიამ და დაინახა სამარხები, მთაზე რომ იყო და ამოაღებინა სამარხებიდან ძვლები, სამსხვერპლოზე დააწვევინა და ამით წაბილწა იგი უფლის სიტყვისამებრ, როგორც გამოცხადებული ჰქონდა ღვთისკაცს, რომელმაც წინასწარ აუწყა ეს ამბები. თქვა, ეს რა ძეგლია, აქ რომ ხედავ, მიუგეს ქალაქის მცხოვრებლებმა. იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეტყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს. თქვა, მოასვენეთ, ნუ
და ნურავინ დაძრავს მის ძვლებსო. ასე იხსნა მისმა ძვლებმა სამარიიდან მოსული წინასწარმეტყველის ძვლები. ასევე გორაგთა ყველა სახლი, ხო ეხლა გრძელდება სხვა აზრი, ასევე გორაგთა აქ საუბარი არის საკურთხევეს სამსხვერპლოების ტაძრებზე, გორაგთა ყველა სახლიო, ესე იგი ის სამარიის ქალაქებში იყო ტაძრები აშენებული, რომლებიც ღმერთის მითითებით არ იყო აშენებული, განსხვავებით იერუსალიმის ტაძრისგან, სამარიის ტაძრები ღმერთის მითითებით არ იყო აშენებული და ამიტომაც მეფე იოშიამ დაანგრია სამარიის ტაძრები. გორაგთა ყველა სახლი, ტაძარი ესე იგი, სამარიის ქალაქებში რომ ჰქონდათ აშენებული ისრაელის მეფეებს უფლის გასარისხებლად, დაანგრია იოშიამ და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში. უყურეთ, ის ტაძრები აშენებული იყო ღმერთის გასარისხებლად და საქართველოშიც რომ მრავალი ტაძარი აშენებული ღმერთის მითითების გარეშე, ესენიც ღმერთის გასარისხებლად არის აშენებული და საქართველოს მტერი მტერზე ესეოდა და ხან ვინ შემოესეოდა ამ პატარა საქართველოს, ხან ვინ და დღევანდელ მღვდლებს რომ შევეკითხოთ, ესენი ამბობენ, რომ აი ქართველებში გამრავლდაო ცოდვაო, უზნეობაო და დავით ქლივიძე ამბობდა ამას, ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც გარდაიცვალა, რომ თითქოს მტრები იმიტომ ესეოდა საქართველოს, რომ ეს უზნეობა იყობო გამრავლებულიო. ზოგი მღვდელი სხვა რამეს ამბობს, რომ იმიტომ ესეოდა საქართველოს მტერიო, რომ ებრძოდნენო სარწმუნოებას, ებრძოდნენო და ამ დროს ბიბლიაში ღმერთი სხვანაირად სხვა რამეს გვასწავლის, ბიბლიაში ღმერთი გვასწავლის იმას, რომ კი ბატონო, ეს სხვადასხვა ცოდვების ჩადენა ღმერთს არ მოსწონს, ეს უზნეობა, მრუშობა, ჰომოსექსუალობა, სხვადასხვა სისაძაგლე, მაგრამ ამავე დროს ღმერთს არ მოსწონს ისიც, რომ ადამიანები თვითნებურად აშენებენ ტაძრებს და ისეთ რამეს მიაწერენ ხოლმე ღმერთს, რაც ღმერთს არ უთქვამს და ღმერთს არ უსწავლებია, ღმერთის სწავლების საწინააღმდეგო რაღაცებს მიაწერენ ხოლმე ღმერთს. და იქაც სამარიაში ისრაელის მეფებს აშენებული ჰქონდათ სამსხვერპლოთა სახლები, გორაგთა სახლები, იგივე ტაძრები და მეფე იოშიამ ღვთისმოსავი მეფე იოშია ღმერთს დაემორჩილა და სამარიაში აშენებული ტაძრები, რომლებიც ისრაელის მეფეებს ჰქონდათ აშენებული უფლის გასარისხებლად, მეფე იოშიამ დაანგრია ისინი და ისეთივე დღე დააწია მათ, როგორც ბეთელში. სამსხვერპლოებზე დაკლა გორაგთა მღვდლები. დააკვირდით ამას. სამსხვერპლოებზე დაკლა გორაგთა მღვდლები, დახოცა ესე იგი ეს მღვდლები, რომლებიც სამარიის ტაძრებში იყვნენ განწესებულები უფლის მცნებების საწინააღმდეგოდ. სამსხვერპლოებზე დაკლა გორაგთა მღვდლები, ვინც კი იქ იყო. ზედ დაწვა ადამიანის ძვლები და იერუსალიმში დაბრუნდა. ასე უბრძანა მეფემ მთელს ერს, მოუმზადეთ პასექი უფალს თქვენს ღმერთს, როგორც ამ აღთქმის წიგნში წერია. რადგან არ მომზადებულა ამგვარი პასექი, არც მსაჯულთა დროიდან, რომლებიც განაგებდნენ ისრაელს და არც ისრაელის მეფეთა და იუდას მეფეთა ხანაში. მეფე იოშიას მე-18 წელს მომზადდა ეს პასექი უფლისთვის იერუსალიმში. ასევე მესულთანეებიც, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხვრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკია მღვდელმა. დააკვირდით აქ მესულთანეებზე რომ არის ლაპარაკი, ესენი ეგრეთ წოდებული მკითხავები, მესულთანები, ესე იგი სულის გამომხმობელები.
რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ გარდაცვლილთა სულებს ველაპარაკებითო და ამიტომაც ეწოდებოდათ მათ მესულთანეები, სულთა გამომხმობელები და ისინი, რა თქმა უნდა, სინამდვილეში გარდაცვლილთა სულებს არ ელაპარაკებოდნენ, ისინი მათ დემონებთან ჰქონდათ კავშირი და შეიძლება მათ ეს არც იცოდნენ, ახლა არ ვიცი იცოდნენ, არ იცოდნენ, მაგრამ ღმერთს არ მოსწონდა მათი საქმიანობა, ხოლო მეფე იოშიამ ეს მესულთანეები, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი გამოჩნდა იუდას ქვეყანაში და იერუსალიმში, აღმოფხრა იოშიამ, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში დაწერილი აღთქმის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვნა ხილკიამ მღვდელმა. არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი არსებით მოსეს რჯულის თანახმად ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი. აი ყურეთ, ღმერთმა მოიწონა იოშია და მისი საქმეები და აი ასეთი ჩანაწერიც კი არის გაკეთებული, რომ არ ყოფილაო მანამდეო მისი მსგავსი მეფეო, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი არსებით მოსეს რჯულის თანახმად ყოფილიყო მოქცეული უფლისადმიო, არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსიო. აი ესეთი სიტყვებია ჩაწერილი იოშიასადმი და დღეს საქართველოში უფრო მეტად ცნობილი შეიძლება დავითი და სოლომონი იყვნენ, ვიდრე იოშია. შემდეგ გავაგრძელებ წაკითხვას. მიუხედავად ამისა, რომ იოშიამ ეს ყველაფერი გააკეთა უფლის მოსაწონად, მაგრამ არ მოჰბრუნებია გული უფალს დიდი რისხვისაგან, რომელიც აღიგზნო იუდაში ყველა იმ წყენის გამო, მენაშემ რომ აწყენინა მას. მენაშეც იყო ისრაელის ერთ-ერთი მეფე, იუდეის ერთ-ერთი მეფე, რომელმაც ბევრი ცუდი რამ გააკეთა სამეფოში და აი ამიტომაც დაწერილი არის მისი სახელი. თქვა უფალმა, იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე, არად ჩავაგდებ ამ ქალაქს იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი, აქ იქნება მეთქი ჩემი სახელი. იოშიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მის დროს გამოვიდა ფარაონი ნექო, ეგვიპტელთა მეფე, აშურის მეფის წინააღმდეგ. ახლა ამას აღარ გავაგრძელებ. ახლა გადავინაცვლებ იერემია წინასწარმეტყველთან. იერემია წინასწარმეტყველის მე-7 თავიდან ამოვიკითხავ ღვთის სიტყვებს, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს. სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისგან თქმული. დადექი უფლის სახლის კარიბჭესთან და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა. თქვი, ისმინე უფლის სიტყვა მთელო იუდა, ვინც ამ კარიბჭეებით შემოდიხართ უფლის თაყვანის საცემად. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი. გამოისწორეთ თქვენი ზნე და საქციელი, რათა მტკიცეთ დაგასახლოთ ამ ადგილზე. ნუ დაენდობით ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ. დააკვირდით, ნახეთ, იმ დროში ამბობდნენ, რომ აი აქ უფლის ტაძარია და ამ უფლის ტაძრით ტრაბახობდნენ იქ ვიღაცეები და ხალხსაც აი ასე აცდუნებდნენ, რომ აი აქ უფლის ტაძარია და ესე იგი არაფერი გვემუქრებაო და უფალი დაიცავს თავის ტაძარს და თავის ქალაქსო, ასე ვთქვათ, ხო? ნუ და ამ დროს უფალი ამბობს იერემიას ათქმევინა, რომ ნუ დაენდობითო ცრუ სიტყვებს, რომ ამბობენ, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო აქ. ეს არისო ცრუ სიტყვებია. თუ გამოისწორებთ ზნესა და საქციელს, თუ სამართლიანად მოექცევით ერთმანეთს, არ შეავიწროებთ ხიზანს, ობოლს და ქვრივს, არ დაღვრით უბრალო სისხლს ამ ადგილზე,
არ გაჰყვებით უცხო ღმერთებს თქვენ და საზიანოთ, მაშინ დაგასახლებთ ამ ადგილზე ქვეყანაში, რომელიც მივეცი თქვენს მამაპაპას უკუნითი უკუნისამდე. თქვენ კი დანდობილ ხართ ცრუ სიტყვებს, რომელთაც სარგებლობა არ მოაქვთ. ქურდობთ, კაცის მკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით. მერე კი მოდიხართ, დგებით ჩემს წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება და ამბობთ, გადავრჩითო, რათა კვლავ აკეთოთ, რათა კვლავ მოიმოქმედოთ ყველა ეს სიცაძაგლე. ავაზაკების ბუნაგი ხომ არ გგონიათ ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ, რომ ასეა, ამბობს უფალი. აბა წადით ჩემს ადგილზე, სილუამში, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრეთ ჩემი სახელი და ნახეთ, რა დავმართე მას, ჩემი ერის ისრაელის უკეთურების გამო. ესე იგი, სანამ იერუსალემში დაამკვიდრებდა ღმერთი თავის სახელს და ტაძარი აშენდებოდა, მანამდე უფლის აღთქმის კიდობანი დადგმული იყო სილუამში და სწორედ და ზუსტად იმ სილუამზე საუბრობს უფალი. ახლა რა კი ყველაფერს ამას ჩადიხართ, ამბობს უფალი, არ გესმით, რასაც დილიდან გელაპარაკებით, გეძახით და პასუხს არ მაგონებთ. რაც სილუამს დავმართე, იმასვე დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რომელსაც ესავთ. ყურეთ, შეხედეთ, რაც სილუამს დავმართეო, იმასვე დავმართებ ამ სახლსო, იერუსალემის ტაძარსო, რომელიც ჩემი სახელით იწოდებაო, რომელსაც ესავთო, თქვენ ამ ტაძარს ესავთო და ეს ტაძარი გეიმედებათო და ამ ადგილს, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამაპაპასო. მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა შენი ძმა ეფრემის მთელი მოდგმა მოვისროლე. შენ კი ნუ ილოცებ ამ აქ ახლა უკვე იერემიას მიმართავს უფალი, რომ შენ კიო ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ ლოცვა ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ. განა ვერ ხედავ, რას ჩადიან იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში? შვილები შეშას აგრობებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაწყობად. საღვრელს უღრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად. განა მემაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არ ცხვენენ. ამიტომაც ასე თქვა უფალმა ღმერთმა. აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზე ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე აბრიალდება და არ ჩაქრება. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი ისრაელის ღმერთი. მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი, რადგან არაფერი მithქვამს თქვენი მამაპაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი. მხოლოდ ეს ვუბრძანე, გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი მეთქი, ხოლო თქვენ ჩემიერი იქნებით. იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ მეთქი. არ გამიგონეს, ყური არ მათხოვეს, აჰყვნენ თავიანთ ზრახვებსა და ბოროტ გულის თქმას, უკან წავიდნენ და არა წინ. იმ დღიდან, რაც თქვენი მამაპაპა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდა, დღემდე გიგზავნით და გიგზავნით გამუდმებით ჩემს მორჩილთ წინასწარმეტყველებს, მაგრამ არ მიგონებდნენ და ყურს არ მათხოვებდნენ, ჯიუტობდნენ და თავიანთ მამებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ. ეტყვი მათ ყველა ამ, ახლა ამას
უფალი ეუბნება იერემიას, რომ ეტყვიო მათო ხალხს, ესე იგი ყველა ამ სიტყვასო, მაგრამ არ მოგისმენენო. დაუძახებ და არ გაგიგონებენო. უთხარი მათ, ეს არის ხალხი, რომელსაც უფლის თავისი ღვთის ხმა არ ეყურება და ჭკუას არ სწავლობს. სიწრფელე გაქრა, წაერთვა მათ ბაგეებს. მეფეების მეოთხე წიგნის 25 თავში უკვე დაწერილი არის, როგორ დაანგრია ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა უფლის სახლი, უფლის ბრძანებისამებრ. ეს თვითონ უფლისგან იყო, რომ ბაბილონელები შემოესივნენ ისრაელიანებს, ტაძარიც დაანგრიეს და აი აგერ წავიკითხავ ამ ფაქტს. მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ესე იგი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მე-19 წელს, მოვიდა ნაბუზარდანი ქონდართუხუცესი ბაბილონის მეფის მორჩილი იერუსალიმში. და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა. დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ჯარმა, რომელიც ქონდართუხუცეს მოჰყვა. ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ ჭრელ ხალხთან ერთად, ახარა ნებუზარდანმა ქონდართუხუცესმა. ახლა კი ესაია წინასწარმეტყველთან წავიკითხავ უფლის სიტყვებს ტაძრებთან დაკავშირებით, ზოგადად ტაძრებზე რა აზრის არის უფალი. ესაია წინასწარმეტყველის წერილი შეტანილი არის ასევე ბიბლიაში და მოვიკითხავ ესაია წინასწარმეტყველის 66 თავიდან. ასე ამბობს უფალი, ცატახტია ჩემი, დედამიწა კი ჩემს ფეხთა სადგამი. სად არის სახლი, რომელიც უნდა ამიშენოთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი? ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი ვის მივაპყრობ მზერას, თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვებზე რომ თრთის. უფლის ამ ქადაგებას იმეორებს ქრისტიანი სტეფანეც, რომელიც უკვე მოღვაწეობდა და ქადაგებდა ახალი აღთქმის მოქმედების დროს, ესე იგი ქრისტიანულ პერიოდში ახალი აღთქმის მოქმედების დროს და დღეს 21 საუკუნეში, ახლა ჩვენ აქ რო ვართ, ჩვენც სახარების ქადაგების და ახალი აღთქმის მოქმედების პერიოდში ვიმყოფებით. ახლა მე მინდა რომ სტეფანეს ქადაგებაც წავიკითხო ტაძართან დაკავშირებით, ტაძრის შესახებ და ყურადღებით მიავდევნეთ თვალი. სტეფანეს ქადაგება დაწერილი არის ბიბლიაში მოციქულთა საქმეების მე-7 თავში. წავიკითხავ მე-7 თავის ჩამოვყვები და 46 მუხლიდან ამოვიკითხავ, სადაც სტეფანე იხსენებს, თავის ქადაგებაში იხსენებს ტაძრის აგების ამბავს. დავითი ამბობს იგი, რომ მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის. თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს. ცატახტია ჩემი, დედამიწა ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი, განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე? ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინა დაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინა აღმდეგებით სულიწმინდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენს. აქ სტეფანე მიმართავს მის მსმენელ ებრაელებს, რომლებიც იმ დროს ღმერთს არ უჯერებდნენ და მათ მიმართავს, რომ ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინა დაუცვეთელნოვო, ყოველთვის რომ ეწინა აღმდეგებით სულიწმინდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენს.
წინასწარმეტყველთაგან, რომელსაც დევნიდნენ თქვენი მამები, მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდითო. ახლა წავიკითხავ კონკრეტულად არაებრაელებისთვის, არამედ ყველა ხალხისთვის, არაებრაელებისთვის ნაქადაგარ პავლე მოციქულის ქადაგებას, რომელი ქადაგებას პავლე მოციქულმა ქალაქ ათენში წარმოთქვა. ქრისტეს მოციქულის პავლეს ქადაგება დაწერილი არის ასევე ბიბლიაში, მოციქულთა საქმეების მე-17 თავში. და მისი ქადაგების ამონარდით წავიკითხავ, შემდგომ თქვენ შეგიძლიათ მთელი მისი ქადაგება წაიკითხოთ. 24 მუხლიდან, აქედან მოდით 23 მუხლიდან წავიკითხავ, სადაც პავლე მოციქული ათენის მოსახლეობას მიმართავს ქადაგებით და ეუბნება მათ, რომ როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერეო, ვნახე სამსხვერპლოცო, რომელსაც აწერია, უცნობ ღმერთს, მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებითო. ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს. არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს. იგი თავად ანიჭებს ყველა სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. გასაგები აქ ძალიან მკაფიოდ არის დაწერილი, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში და შესაბამისად ამ ტაძრებსაც, რომელსაც საქართველოში სალოცავებსაც ეძახიან, ამ სალოცავებს არ აქვთ რაიმე ძალა და ისინი ღმერთის მითითებით და ღმერთის მოწონებით არ არიან აშენებულნი. ამიტომაც არის, რომ დღევანდელმა ადამიანებმაც ღმერთის წერილი ისწავლონ, ღმერთს უსმინონ და არ იყვნენ იმ ადამიანებივით ღმერთის მოძულეები, რომელი ადამიანებიც ღმერთს არ უჯერებდნენ და თვითნებურად აშენებდნენ ტაძრებს და ღმერთი მათ ელაპარაკებოდა, რომ მას არ მოსწონდა ეს, თუმცა ის ადამიანები თავისას არ იშლიდნენ და ეს ხდებოდა აგერ ჩრდილოეთ ისრაელშიც და ასევე სხვა ადგილებშიც და დღევანდელობაში საქართველოში ეს მრავალი ტაძარი რომ არის აშენებული, ესენიც ღმერთის მიერ არ არიან მოწონებულნი და არ არის სწორი, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ აშენებს ღვთის ტაძარს და ამ დროს ღმერთს არ უსმენს, ამ დროს ღვთის წერილი შესწავლილი არ აქვს და აი ასე ბრმად, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც მართლაც ღვთის წერილი შესწავლილი არ აქვთ და არ იციან და ასე თუ ისე მაინც ბრმად აშენებენ ამა თუ იმ ტაძარს. ამ ადამიანების ხელით აშენებული ტაძრები ღმერთისგან არ არიან, ღმერთის მხრიდან არ არიან მოწონებულნი. და რო იტყვიან ხოლმე ეს სალოცავების დიდება იყოსო, შეგვეწიოსო ჩვენი წმინდა სალოცავებიო, ვინ გააწმინდავა ეს შენობები და ვინ თქვა, რომ ესენი წმინდა სალოცავებია და ჩვენ გვეწევიანო. ვინ თქვა ეს? ღმერთს ეს არ უთქვამს. ესე იგი, ადამიანებმა თვითნებურად თქვეს ეს ადამიანებმა, ისე რომ ღმერთს მათთვის ეს არ უთქვამს. და ამიტომაც არის, რომ არ უნდა იყო უცოდინარი, თავი არ უნდა გამოიშტერო და ღვთის წერილი უნდა ისწავლო, რომ ღმერთი გაიცნო, გაიგო ღმერთი რას გვასწავლის და ისე არ აღმოჩნდეს, რომ ღმერთის მოწინააღმდეგე და მოძულე გამოხვიდე საბოლოო ჯამში და მარადისობაში ღმერთს დაშორდე. ამიტომაც არის აუცილებელი მონანიება ღვთისაკენ მოქცევა, უფლისადმი, იესო ქრისტესადმი დაჯერება, რწმენა, მისდამი რწმენა და ამას ადამიანი მოახერხებს, გააკეთებს იმ შემთხვევაში, თუ კი ღვთის წერილს, უფლის იესო ქრისტეს წერილს წაიკითხავს
დაუჯერებს, ირწმუნებს და უფლის იესო ქრისტესადმი რწმენით გადარჩება და ამავე დროს მას სწორი ინფორმაცია ექნება მრავალ სხვადასხვა რამეზეც, რომ არ შეცდეს და თავისი წინაპრებივით ღვთისგან არ იყოს განდგომილი, თუ კი მას ასეთი ღვთისგან განდგომილი ან უცოდინარი წინაპრები ჰყავდა. ამიტომაც ადამიანმა უნდა მოусმინოს არა წინაპრებს, არამედ ცოცხალ ღმერთს და ღმერთის წერილს, რომლითაც ღმერთი ყველა ადამიანს გვასწავლის.